მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკო კავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივლისის ტაროსკოპს სასწორებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. პირველი მაღალი არკანი მაგი. ივლისის განმავლობაში იქნებით თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები, შემოქმედებითი ენერგიით და ნების ყოფით სავსე. იაზროვნებთ ლოგიკურად და ზოგადად მოიმატებს თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. გახდებით უფრო ცნობის მოყვარეები, დაკვირვებულები, ადვილად შეძლებთ გაანალიზოთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, ასევე მოგინდებათ საკუთარი თავის და უნარების გაანალიზებაც, თვითშემეცნება, იქნებით მოქმედებაზე და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაზე ორიენტირებულები. მოზღვავებული შინაგანი ენერგია, საშუალებას მოგცემთ საუკეთესო მხრიდან გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები და შეძლებთ ერთდროულად წარმატებით რამდენიმე საქმესაც კი შეეჭიდოთ. იქნებით დიპლომატიურები, მოქნილები და საკუთარი სურვილების ასრულებაზე ორიენტირებულები. ადვილად შეძლებთ ახალი კავშირების დამყარებას, ამ პერიოდში შესაძლებელია მოგივიდეთ მნიშვნელოვანი ორიგინალური იდეები და ეს იდეები აქციოთ საქმეთ, გამოავლინოთ ინიციატივა, მართოთ მიმდინარე მოვლენები, შესამჩნევი იქნება თქვენი ოსტატობა და პროფესიონალიზმიც, იქნებით ოპტიმიზმით სავსე და შესაძლებელია გარკვეულ რისკებზეც წახვიდეთ. თუმცა თქვენი პოზიტიური განწყობა, ცოდნა და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ ასეთ შემთხვევაშიც კი მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და წარმატებებს. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში თქვენი ნება, შინაგანი ძალა და გონებრივი პოტენციალი იქნება თქვენი მთავარი საყრდენი, იმოქმედეთ თამამად, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და ახალი წამოწყებების. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების ოთხიანი, ამ პერიოდში მოგინდებათ საკუთარ თავში და საკუთარ სურვილებში ჩაღრმავება, იგრძნობთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ერთფეროვნება, შესაძლებელია გარკვეული დისტანციაც და მიხვდებით, რომ საჭიროა ცვლილებების განხორციელება, ახლებურად დალაგება, ახალი ფერების შეტანა. გირჩევთ პირველ რიგში შეიქმნათ შესაბამისი განწყობა, შეამჩნიეთ და დაინახეთ ურთიერთობის ის სასიამოვნო მხარეები, შესაძლებლობებიც, რომლებსაც სამყარო ან თავად პარტნიორი გთავაზობთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების დედოფალი, ამ პერიოდში იქნებით შინაგანი ძალით და ვნებებით სავსე, გექნებათ გამძაფრებული ფიზიკური სიახლოვის სურვილი, ეს ენერგია თქვენს ურთიერთობაში შემოიტანს განსაკუთრებულ ცეცხლს, ვნებას, დინამიკას და თავდაჯერებულობას. გამოავლენთ ინიციატივას და საკუთარ ხელში აიღებთ ბევრი საკითხის ორგანიზებას. შესაძლებელია დაგეგმოთ დიდი, გრანდიოზული ცვლილებებიც და როგორც ვხედავ, პარტნიორიც არ გაგიწევთ წინააღმდეგობას. შევისახით გეტყვით, რომ მაინც შეინარჩუნეთ ზომიერება, გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული და ბევრი არაფერი ვარგა, უბრალოდ გამოიჩინეთ მსრუნველობა, თქვენი გამძაფრებული ქარიზმა კი ხელს შეგიწყობთ გამოაცოცხლოთ თქვენი ურთიერთობა და შემოიტანოთ ახალი პოზიტიური მუხტი.
რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, ეს არის სპონტანური ნაცნობობის, ფლირტის, მოულოდნელი თავგადასავლებისა და თავისუფლების ენერგია. ივლისის განმავლობაში თქვენ გადახვალთ სრულიად ახალ, მსუბუქ, თავისუფალ და ლაღე ენერგიებში, გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში ყველაფერი დაიწყოთ სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან, გირჩევთ ამ პერიოდში არ შეგეშინდეთ რისკზე წასვლის, იყავით ღია სიახლეებისადმი, გვერდზე გადადეთ ძველი შიშები და გულწრფელი ლაღი განწყობით შეაბიჯეთ ახალ ემოციურ ციკლში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივლისში საქმიანი სფერო, კვერთხების 10-იანი, როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი ვალდებულება გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, ან ივლისის განმავლობაში დაიტვირთებით საქმეებით და ემოციურად არ იქნება ადვილი თავი გაართვათ ყველაფერს. თუმცა მეორე მხრივ, თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა არ მოგცემთ საშუალებას, რომ მოდუნდეთ და მოგიწევთ ამ ვალდებულებების შესრულება. დასამშვიდებლად გეტყვით, რომ თქვენ შეძლებთ ამ პერიოდში გარკვეულ ლოგიკურ შედეგებამდე მიიყვანოთ ყველა საქმე და მომდევნო პერიოდში ამ უსუნთქვის საშუალებაც მოგეცემათ. ასე რომ შეიქმნით სამუშაო განწყობა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. კვერთხების 9-იანი, ამ პერიოდში შესაძლებელია მოგიწიოთ საკუთარი პოზიციების დაცვა, აუცილებელი იქნება გამოავლინოთ გამბედაობა, სიჯიუტე, ეს ბარათი მიუთითებს თქვენს სიფრთხილესა და ერთგვარ უნდობლობაზეც, შესაძლებელია წარსულის ნეგატიური გამოცდილების გამო გრძნობდეთ, რომ საჭიროა მეტი სიფხიზლე. თქვენ იქნებით მზადყოფნაში, იქნებით გამძლეები, მაგრამ შეეცადეთ, რომ ზედმეტმა თავდაცვამ გარშემო მყოფებთან უსაფუძვლო ბარიერები არ შეგიქმნათ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების ტუზი, ამ პერიოდში გააქტიურდება თქვენი მატერიალური შესაძლებლობების სფერო, შესაბამისად ივლისის განმავლობაში მაღალია შანსი მიიღოთ ძალიან პერსპექტიული, მაღალანაზღაურებადი და სტაბილური სამსახურის შემოთავაზება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის თქვენს ხანგრძლივ კარიერულ განვითარებას. მთავარია იმოქმედოთ მაქსიმალურად თავდაჯერებულად და ხელიდან არ გაუშვათ ასეთი კარგი შესაძლებლობა ამ პერიოდში. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების დედოფალი, თქვენთვის ივლისი აქტიური და ინტენსიური ფიქრის პერიოდი იქნება. ეს პერიოდი თქვენგან მოითხოვს აბსოლუტურ რაციონალიზმს, საღ ხედვას, ემოციებისგან დისტანცირებას და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას. მოგიწევთ გაიაზროთ და გაანალიზოთ მოვლენები, რომელიც ხდება თქვენში და თქვენს გარშემო. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ თქვენ ფლობთ საუკეთესო ანალიტიკურ უნარს, შეგიძლიათ განჭვრიტოთ მომავალი და ღრმად ჩაწვდეთ მოვლენების არსს, რაც დაგეხმარებათ, შეიმუშაოთ სწორი სტრატეგიული გეგმა და წარმატებებსაც მიაღწიოთ სამომავლოდ. მთავარია იმოქმედოთ დამოუკიდებლად, ლოგიკურად, ცივი გონებით და კაცრი წესების დაცვით. გირჩევთ, ნუ შეიზღუდავთ თავს, მაშინაც კი თუ ჯერჯერობით რაღაც არ გამოგდით და რაღაცას ვერ ახერხებთ, მაქსიმალურად ენდეთ თქვენს ხედვას, გამოავლინეთ თქვენი პირადი ინდივიდუალიზმი და გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი უნიკალურობით შეძლებთ მიაღწიოთ დიდ წარმატებებს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივლისში, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, ივლისში თქვენ შეძლებთ სწორად მართოთ თქვენი ფინანსები, მატერიალური თვალსაზრისით ეს თუ ეკპირდებათ აბსოლუტურ კონტროლს, სიმყარეს,
სტაბილურობას და მაქსიმალურ თავდაჯერებულობას. შესაძლებელია მიზნად დაისახოთ დიდი შენაძენის გაკეთება და ამისთვის დანაზოგის გაკეთების მეთოდი შეიმუშაოთ, თამამად შეგიძლიათ ეს პერიოდი პოზიტიურად გამოიყენოთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, ყიდვა-გაყიდვისთვის, კრედიტის ასაღებად, ინვესტიციებისთვის და ასე შემდეგ. მთავარია არ იჩქაროთ და დაფიქრებულად გადადგათ ნებისმიერი ნაბიჯი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მე-12 მაღალი არკანი დაკიდებული კაცი. სამყარო გირჩევთ, რომ ივლისის თვეში საჭიროების შემთხვევაში არ შეგეშინდეთ დროებითი პაუზის აღების, შეჩერების, რომ სრულიად სხვა არასტანდარტული კუთხით შეხედოთ სიტუაციებს. ეცდებით მოვლენების ძალით გააქტიურებას, გამოიყენეთ ეს პერიოდი ფიქრისთვის, ძველი შეცდომების გადაფასებისთვის და შინაგანი სიბრძნის მოსაპოვებლად. შეხედეთ სამყაროს ახალი რაკურსით, დაინახეთ სიტუაციის ფარული მხარეები და ეს გააზრებული პაუზა დაგეხმარებათ სამომავლოდ ბევრად უფრო სწორი, გააზრებული და გამარჯვების მომტანი ნაბიჯების გადადგმაში. ასეთი იყო 2026 წლის ივლისის ტაროსკოპის სასწორებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.